დავითის სიტყვა ლაშქრისადმი დიდგორის ბრძოლის წინ. ეჰა მეომარნო ქრისტესანო პროვოკაციას არ წამოვეგო, დილღას უნდა რომ ვებრძოლოთ და სისხლი დავღვაროთ, რომ მე მონასპა გააშავოს. ჩვენ ვირჩევთ მშვიდობიან პროტესტს, ტოტალური ჯიჰადის წინააღმდეგ. ამიტომ დღეს დიდგორის რეზიდენციას დავტოვებთ და შევიკრიბებით ხვალ 13 აგვისტოს რუის ურბნისში. ასევე 14 აგვისტოს იგეგმება მეჭურჭლეთ უხუცესთა მარში ქუთაისიდან, რომელსაც იყალთოდან შეუერთდება ყივჩახთა მარში. და შემდეგ მშვიდობიანად დავიძრებით თბილისის მიმართულებით, სადაც მტოვართა მსვლელობა დაგხვდება და ხორუმს ვიცეკვებთ და ვაჩვენებთ თურქ-სელჩუკებს, რომ ჩვენი მომავალი კონსტანტინოპოლშია და უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტით დავიბრუნებთ 300 წლის ოკუპირებულ ქალაქს. თავისუფლებას ახალიფოს ტყვეებს. ქართველებო, ვძლევთ საკვირველად. ვინ იფიქრებდა, რომ დიდ ქოციანობის წინააღმდეგ გამართულ ყველაზე მასშტაბურ, ეფექტიან და აქტიურ პროტესტს თუ მონიტორების გამორთვით ჩაუნაცვლებდით, ამით შედეგი არ დაიდებოდა. მე ხომ ახალი წელი ქუჩაში აღვნიშნე. რატომ არ მიდიხარ ბიძინა? სალომე ზოურაბიშვილი ხო სლეია? ვისაც გეგონათ, რომ გამოყლებებულ ზურაბიშვილზე პროტესტის მიბმა და მთელი ერის ბედის 70 წლის კუანა ბებერზე ჩამოკიდება კარგი იდეა იყო, იმ ხალხს მინდა მივმართო. Get alive! თქვენ რბილად რომ თქვათ, ხართ დებილები. ხოლო ეს ყველაფერი მათემატიკურ ფორმულაში რომ გამოვსახოთ, თქვენ ხართ მინუსები. თქვენი მინიმუმ ხმის ამოღება, ხოლო რეალურად უბრალოდ არსებობა ამ პროცესებისთვის ზიანის მომდანია და მეტი არაფერი. ერთ-ერთის გამეორების უკვე დავიღალე, მაგრამ ხო ფაქტია, რომ მშვიდობიანი პროტესტი არის საოცარი მძღნერის ჭამა და მეტი არაფერი. მეტი როგორ ხარ უნდა გამოჩნდეს ეს? წინა წლის გაზაფხულმა ხო აჩვენა ეს უკვე. თავტლიპინა დებილი ნიკანორ მელიას 2021 წლის ნაცმოძრაობის ოფისის დაცვამაც ხომ აჩვენა ეს. აგერ კალაძის ნაზვის ხის ანთება ვერ ანთებამაც ხომ აჩვენა ეს. რამხელა პანიკაში იყო მთელი საქოსეთი ჩავარდნილი, როდესაც იმ დღეს ხალხი მაინც მივიდა რუსთაველზე და არა ანთებინა 40 წლის ქოც ბავშვებს ნაზვის ხე. სხვათა შორის ყლის წოვის დაწესებულება დაიტოვეში, მაშინაც იყო მოწოდებები, რომ იმ დღეს არ მისულიყო ხალხი რუსთაველზე, რათა პროვოკაცია ავირიდოთ. ხოლო ამის საპირისპირო აზრს საეჭვოდ შლიდნენ და ბლოკავდნენ. მაგრამ მაინც მივიდა ხალხი და იმ დღეს კალაძემ ჩაიჯვა. საბოლოოდ საერთოდ გადადო ანთების დიადი ცერემონია და ვიღაცა კვერცხი მიუშვა და უკნიდან შეაერთებინა შტეფცელში კაბელი. აი რა ხდება, როდესაც ქოცებს არ უთმობ რაღაცას. მაგრამ დაიტოვეში ასე არ ფიქრობენ. ზოგადად ჩდება შეკითხვა, რამდენად მიზანშეწონილია ის ფაქტი, რომ ეს პროტესტი აბარია 40 წლის კლიმაქსიან ქალს, რომელიც საკუთარ თავს ნენსი წოვლანს უწოდებს. 29 დეკემბერს შესაძლოა ყველაფერი გადაწყვეტილიყო და დამთავრებული იყო. რადგან ზურაბიშვილის იქ დარჩენას მხოლოდ 3 დასასრული ჰქონდა. პირველი, ქოცები შევარდებოდნენ, ცემდნენ ხალხს და ფეხებით გამოათრევდნენ სლეი დედოფალს და ეს გაშუქდებოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეხლა თუ თქვენ ვერ აღიქვამთ, რომ ეს ცალსახად კარგი რამე იქნებოდა და ვაიმე ცემისთვის როგორ იმეტებთ ადამიანებს, არის თქვენი რეაქცია ამაზე? მინდა მოგიწოდოთ, რომ ჩაიჯვათ და პოლიტიკაზე საუბარს თავი სამარადჟამოთ დაანებოთ. მეორე ვარიანტი არის შემდეგი, ქოცებს ექნებოდათ შევარდნის მცდელობა და ვერ გამოუვიდოდათ. რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ვერ ამყარებს თავის სასურველ წესრიგს და ცალსახა გამარჯვებაა, რომელსაც შესაძლოა მყისიერი ჩამოშლა მოჰყოლოდა რეჟიმის. მაქსიმუმ მეორე დღესაც ეცადათ და მეორე დღესაც არ გამოსვლოდათ. ეს თლად უარესი იქნებოდა. ხოლო მესამე ვარიანტი შემდეგია. ყველაშვილს სადმე სხვაგან შეუშვებდნენ, რაც ქოცების მხრიდან მარცხის აღიარებას ნიშნავს. და მოიტანდა ორ პრეზიდენტიანობას. ჩვენი დასავლელი პარტნიორები კი ლეგიტიმურობას მიანიჭებდნენ ზურაბიშვილს. და აქ დამთავრდებოდა ქართული ოცნების ნებისმიერი დიპლომატიური ფართხალი. თალაღად მტკიცედ წაუგებელი პოზიციაა, მაგრამ ჰოის აოცრებამ ზურაბიშვილმა წააგო და ნიკა მელიასებრი გზა აირჩია და ფაქტობრივად ჩაბარდა ქოცებს. ახლა გინდა ტრამპის ინაუგურაციაზე წავიდეს და გინდა მარსის მოედანზე ძეგლი დაუდგან. აღარანაირი მაილსტოუნი აღარაა, რაც ხალხი უნდა ელოდოს და ასე უვადოდ უნდა იარონ რიტუალისტურად რუსთაველზე. ამაში თქვენი წვლილი ძალიან დიდია, ჩემო ზუმერ ძმებო. თქვენ არიყავით პოლიტიკოსს, რა უნდა აქციაზე ჩემი დედას შევეციო, რო ყვიროდით? თქვენ ხართ გოიმები. აი ვაშაძე ტეხავს,
მევახში ხაზარაძე ტეხავს, ნაცი ბოკუჩავა ტეხავს და ომი ჩვენ დავიწყეთ ზურაბიშვილი არ ტეხავს, თქვენ გამოყალევებულებო? თქვენი სლეი შეძახილების გამო აუვარდა თავში ზურაბიშვილს და ჩათვალა რომ რა აყლევებაც არ უნდა გააკეთოს, მაინც გვერდში დაუდგებით და არ გარისკა საკუთარი თავი. თქვენ მართლა გამოსლეებულებო. შეგახსენებთ რომ ასობით ადამიანი სასტიკად სცემეს და ათობით დღესაც ციხეშია. და რატომ? იმიტომ რომ თქვენ დიდ გოჭობა აღნიშნოთ. რუსთაველზე სუფრები შალოთ და მონიტორები გამორთოთ? ამით უდგებით ამ ხალხს გვერდში? ვაიმე სააკაშვილმა ხალხს ჩამოყვანილები დაუძახა. უმამამამამა. რაღა დროს მიშა, წადი აქედან, შესისხლის სმელო. დიახ, დედოფალო ზურაბიშვილო, ყველაზე კრიტიკულ მომენტში გახსეოდა სვეტის ხოველში ფარისევლური ლოცვა, არაა გასაკრიტიკებელი, მაგრამ სააკაშვილო, შენ წადი! თქვენ ხართ ყლეები. ვაიმე როგორ დასცინიან ხალხს ეს რუსები უმამამამამამამა. დასაცინები ხართ აბა რა ხართ? ამ სოფლელ პროლეტარებს რო პროჭის გამოწვის საფრთხე აღარ აქვთ, მაგიტომაც დაგცინიან. და სანამ საკუთარი ევროპული კუილის ყნოსვას არ მოეშვებით, მანამდე თვალის ყოველ მოხუჭვაზე დაინახავთ აი ამ დაღრეჭილ ბოგანოებს, იმიტომ რომ აი ამას იმსახურებთ. თქვენი ძალიან პროგრესული პროტესტიდან გამომდინარე, ესეთი სოფლელი, ბოდიში არა, პროვინციელი ბოგანოები თქვენ დაგცინებენ და ეს იქნება ძალიან კარგი. კი, მაგრამ ჩვენ ხომ ვეგანური საკვები გვქონდა აქციაზე. აი ეს არის თქვენი სახე, საპროტესტო სრიალი. ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება არც არის საჭირო. აქციაზე ვინც საქმეს აკეთებდა, პროვოკატორსა და ჩანერგილს ეძახდით. პოლიტიკოსებს მოუწოდებით ქმედებებისკენ და როგორც კი პოლიტიკოსი რამე სიტყოდა, ეგრევე ებრძოდით. და ეს ჩვენი პროტესტია ვამბობ. 12 წელია ქოცები გაჭმევენ, რომ ოპოზიციონერობა ტეხავს და თქვენც გიტყდებათ. 12 წელი შენი ქვეყნის მტერი ერთ და იგივე რაღაცას რო გიტენის თავში. ეგებ ერთხელ მაინც გაჩერდე და დაფიქრდე. იქნებ რატო გეუბნება მაგას? იქნება აწყობს რაღაცაში და შენ რო ამას იჯერებ, შენ დებილი ხარ. ნაძვის ხის გარდა ფაქტობრივად ყველაფერს ისე აკეთებთ, როგორც ქოცებს უნდათ და ქოცებს ეს სიამოვნებათ. ნიღბები აკრძალეს და იმის მაგივრად რომ ყლეზე დაგეკიდებინათ, ყაბალახებით დადიხართ და ვითომ აი პატრიოტობას იწერთ. ფეიერვერკები აკრძალეს და მსროლელების სუსის აგენტებად გამოაცხადეთ. მიუხედავად იმისა, რომ სვეტში როცა იყო ელენე ხოშტარია დადიოდა დედოფალი და ისროდა ამ ფეიერვერკებს. პრეზიდენტის დანიშვნა უნდათ და დაანიშნინეთ. სასახლეში შესვლა უნდათ და შეუშვით. სინამდვილეში აქ უმრავლესობა დამნაშავეა იმაში, რომ რამდენიმე ხმამაღალ ნაბოზვარსაა აყოლილი. არ ეთანხმებით, მაგრამ ხმას მაინც არ იღებთ. იმიტომ რომ ისინი ხმამაღლა ყვირიან და თქვენ კონფლიქტში შესვლა არ გინდათ მათთან. ვიღაც ნაბოზვარი ენჯეოშნიკი გამოვა და იტყვის: "სალომე არის სლეი". თქვენ twin-ში ბუნებრივად ჩდება აზრი. კი, მაგრამ ეს ის სალომე არა, მძინარე ცხინვალის დაბომბვას რო გვაბრალებდაო, მაგრამ ამას არავინ არ იტყვის ხმამაღლა და თქვენს ჩათვლით, რომ სალომე მართლაც არის სლეი. ვიღაც ნაბაზარი ენჯეოშნიკი გამოვა და იტყვის: "პარტიების დრო დასრულდა, ახლა ხალხის ხელშია პროტესტიო". თქვენ twin-ში გაჩნდება შეკითხვა, კი, მაგრამ რომელ ხალხს წარმოადგენს ეს NGO? მაგრამ ამას არავინ არ იტყვის. ამიტომ თქვენ ჩათვლით, რომ ნანსი წოლანდისა და მისნაირის იდეები არის მართლაც რომ ხალხის ხმა. ხოლო შემდეგ ნანსი წოლანდი რომ გეტყვით გამოაჯვით რუსთაველს და თქვენ გააკეთეთ საქმე, მე რა შუაში ვარო, მე უკვე გვიანი იქნება. მოკლედ ეს აქციები ეროვნული იმპოტენციის დემონსტრირებაში გადაიზარდა და ყოველდღე ნაკლები და ნაკლები ხალხი მოვა. ამაში ბრალდებულები ხართ თქვენ. იმიტომ რომ ნამდვილი სახალხო პროტესტი, რაც იყო პირველ კვირას, დაუთმეთ მსახიობებს, NGO-ებს, ნენსი წოლანდებს და სხვა ასორტირებულ შარლატანებს, რომლებსაც მნიშვნელოვანია რომ აღქმაში იგებდნენ და არა რეალობაში. აი რამხელა სითბო ვაჩვენეთ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტით. ახლა ამ სითბოზე ჩვენ გავთბებით, ხოლო ბიზნეს დაცხება და წავა ცივ ქვეყანაში, ანუ რუსეთში. ახლა ვიღაცა შეიძლება წამოაკვნესოს. ახლა ყველა ერთად უნდა ვიდგეთ. თვითკრიტიკის დრო არა. აბა როდისაა თვითკრიტიკის დრო? სანამ ვინმესთან საბრძოლველად მიხვალ, ჯერ შენივე რიგები უნდა გაწმინდა მოღალატეებისა და ყლეებისგან, რასაც ჩვენ არასდროს არ ვაკეთებთ სამწუხაროდ. არა მარტო პოლიტიკაში, არამედ ისტორიულადაც არ ვაკეთებთ ჩვენ ამას ეროვნულ დონეზე. და აი მაგიტომაც არსებობენ დღეს ქოცები და მათი მხარდამჭერები. საერთაშორისო აქვე განვიხილოთ. რამდენად საინტერესოა ის ფაქტი, რომ ის ხალხი, ვინც თვითკრიტიკის დროულობას განიხილავს და უპირობო ერთიანობისკენ მოგვიწოდებს, პირველები არიან, ვინც განსხვავებულ აზრს ქოლავენ ოპოზიციურ სპექტრში. ერთიანობა, ოღონდ ჩემი წესებით.
ეს ბოლშევიკური ფარისევლობა არის სწორედ იმის მიზეზი, თუ რატომ ვერ იგებთ ვერასდროს. მე აგერ პირდაპირ გეტყვით, სანამ ამ ხალხს არ გავავრტყელებთ მიწასთან, მანამდე ქოცებს ვერ დაუპირისპირდებით. არანაირი ერთიანობა არაა ჩემთვის სიძლიერე, თუ ეს ერთიანობა ნიშნავს იმას, რომ ყოფილი ქოცი სალომე ზურაბიშვილი, ყოფილი ქოცი ეკა ბესელია, ენჯეუშნიკი ბაია პატარაია და ჩაფალავებული არტისტი ნენსი წოლანდის ბრძანებები უნდა ვასრულო ბრმად. ხო, ესე ნენსი წოლანდის ხელოვნებასაც შევეხოთ, მოდით. ეს არის მესამე კლასელის პეინტში დადღაბნი, რასაც ის მხატვრობას ეძახის. ჩემი აზრით არსებობს ძალიან საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს წარუმატებელი მხატვარი ამ 200,000 კაციან ჯგუფს ხმარობს იმისთვის, რომ თავისი ჩაჯმული სახელოვნებო კარიერა გამოაცოს ხოლოს და საკუთარი დამსხვრეული ეგო აღიდგინოს. მოკლედ, მე ვერ გეტყვით, როგორ დასრულდება ეს პროტესტი. იმიტომ რომ საბედნიეროდ ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად ამ პროცესების ბედი მარტო კორუმპირებული, მეამიტი და გოიმი ქართველი ლიბერალების ელიტის ხელში არაა და შესაძლოა დასავლეთმა, ანუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და არა ჩაჯმულმა ევროპამ, რამე ისეთ იქნას, რასაც ჩვენი ყლე ლიდერები ვერანაირად ვერ დააჯვამენ. მაგრამ სანამ ეს მოხდება, მანამდე მარშებო, იმპოტენცია უნდა გერქვათ თქვენ. რეალურად ეს პროცესები უნდა დაბრუნდეს იმ რელსებზე, რომლებზეც ის იდგა პირველი 7 თუ 10 დღე. თუ არა ამ 7-10 დღეში დაჭერილ, ნაცემ და თითქმის მოკლულ ხალხს ჩვენ რა მერაშუაში ვარ, თქვენ ვერ ჩახედავთ თვალებში. იმიტომ რომ ერთადერთი რაც სათქმელი გექნებათ, არის ის, რომ მათი თავისუფლებისთვის თქვენ ისრიალეთ. ჩემს ყმაწვილ კაცობაში მიმართვა გააჯვიზე არსებობდა ასეთი ენაკვიმატური პასუხი. გააჯვი და გასრიალდი, ღორის ტრაქში შესრიალდი. ხო და ნელა ისრიალეთ საპროტესტო ჩემო ზუმერ ძმებო, ვინიც ისეგებ ღორის ტრაქში არ შესრიალდეთ.